მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 24 წლის ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ ის დამნაშავე ცნო, მას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში დაბადებული ანზორ კვარაცხელია 5 დეკემბერს დააკავეს. სახლში გამთენი ისას მას 1 დეკემბერს აქციაზე გედედეს თანამშრომლის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. კვარაცხელიასგან დაზარალებული და ჯანმრთელობა დაზიანებული სპეცრაზმელი არ არსებობს. ვიდეოზე, რომელიც მტკიცებულებად წარმოადგინა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, თითქოს ანრი კვარაცხელია ისვრის მოლოტოვის კოქტეილს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის ფარგლებში სამხაროულის ექსპერტმა განაცხადა, რომ პირის იდენტობის დადგენა შეუძლებელია. თვალები ახვეული გვაქვს როგორც თემიდას თავის ახოვა ეს არის უბრალოდ მიუკერძოებული გადაწყვეტილება რომ მას მხედველობამ და ემოციამ და სუბიექტურმა მან არ გადაძალოს და იყოს სრულიად მიუკერძოებელი მაგრამ აქ რაც წერია დაბრუნებული სასამართლო ეს არის ის რეალობა რაშიც დღეს ჩვენ გვაცხოვრებენ ჩვენს მოსახლეობას ჩვენს საზოგადოებას პირი რომელზეც ბრალდების ხარი ამბობს რომ არის ანზორ კვარაცხელია საერთოდ ის კადრი საიდენტიფიკაციოდ არის უარგისი შესაბამისად მოსამართლეს იმ პირობებში როცა არც ერთი პირდაპირი და არც ერთი ირიბი მტკიცებულება არ აქვს არანაირი საშუალება და გზა არ ქონდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლეს თვის დღეს ხელი არ შეუშლია არავის გამოაცხადა გადაწყვეტილება და გავიდა სხდომის დარბაზიდან არც კი სცადა დარბაზისთვის საზოგადოებისთვის და მინიმუმ მხარეებისთვის განემარტა რა გარემოებებზე დაყნობით მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი ლელო და გახარია საქართველოსთვის საერთო კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს აგრძელებს. მათი შეფასებით ბოიკოტში ყოფნა მხოლოდ ქართულ ოცნებას აძლიერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ბადრი ჯაფარიძემ, სადაც აღნიშნავს, რომ არ მისცემენ უფლებას ქართულ ოცნებას მათთვის კომფორტულ გარემოში ჩაატაროს კენჭისყრა და ბრძოლას გააგრძელებენ. აღნიშნულ პათოს იზიარებენ გახარიას საქართველოსთვის წარმომადგენლებიც. გურია ტივის გადაცემაში სტუმრობისას გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ეძებენ უპარტიო, ნეიტრალურ პარტიული კუთვნილებისგან დაცლილ კანდიდატებს. ეყოლებათ კანდიდატი? კანდიდატი გვეყოლება, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, რომ ესენი იყვნენ უპარტიო კანდიდატები. კიდევ ვიმეორებ, უპარტიო კანდიდატები, რადგან მათ ჰქონდეთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიების, ჩვენი და მეორე მხარდაჭერა, არამედ ჰქონდეთ იმ ოპოზიციური პარტიების ამორჩეველთა ნაწილის თუნდაც მხარდაჭერა, ვინც ბოიკოტში რჩებიან. ამიტომ მეგობრებო, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ თქვენი თავი ასე ვთქვათ, იხილოს ჩვენმა ამორჩეველმა ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მერობის კანდიდატებად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, ჩვენი კარიერის ღია გელოდებით ნებისმიერი თქვენი კანდიდატურა იქნება განხილული ჩვენი და ლელოს საერთო თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. დავად იმისა, რომ მათი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის ჩვენთვის ცოტა ბუნდოვანი, ჩვენ ვერ ვიქნებით ოპოზიცია და ვერ დავუწყებთ კრიტიკას, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბრძოლაში შესვლა, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი არის პასიური მდგომარეობა და ჩვენ გვინდა აქტიური ბრძოლა, ამიტომაც პატივს ვცემთ ყველა პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად განსაზღვრონ საკუთარი სამოქმედო გეგმა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ოპოზიციაში არ ვიქნებით, ამიტომაც არ დავიწყებთ მათი არჩეული გზის კრიტიკას, ჩვენ ვართ ფოკუსირებული ჩვენს გზაზე, ჩვენი გზა არის აქტიური ბრძოლა, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში და ვიქნებით წარმოდგენილები ყველა მუნიციპალიტეტში. როგორ აფასებენ ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას ოზურგეთში? სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ან მომაპოვარის დაკარგვა მძიმედ პირველ რიგში რიგითი მოქალაქეებისთვის აისახება. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიში აისახა. მაგალითად, როგორიცაა სასამართლოს თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას გააუქმებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოზურგეთში სამოქალაქო სექტორი უმძიმეს უწოდებს და ასახელებს არაერთ მიმართულებას, რა კუთხითაც საქართველოს მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
როგორც ისინი ამბობენ, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება გარდა ეკონომიკური და სამედიცინო ფაქტორებისა, დიდი პოლიტიკური დარტყმა იქნება, რაც რუსეთთან პირისპირ დარჩენას გულისხმობს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ეს არ ნიშნავს მხოლოდ რაღაცა ტურისტული ვიზიტებისთვის რაღაცა ხელის შეშლას. ერთის მხრივ ეს მოკლევადიან პერიოდში აისახება თითოეულ მოქალაქეზე, მაგალითად იმ ადამიანებზე, რომლების ოჯახებიც გაჭირვების გამო გაყოფილია ემიგრაციაშია წასულები და ადამიანებს ჰქონდა საშუალება, რომ რაღაცა ოჯახებს მცირე ხნით მაინც ერთმანეთი ენახა. ეს აისახება მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებზე, რომელსაც უამრავი ადამიანი სარგებლობდა საქართველოში და ფაქტობრივად შეწყდება მოკლევადიანი დასაქმების შესაძლებლობები, რაც აისახება ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე. შეწყდება მძიმე დაავადების მქონე ადამიანებისთვის გადაუდებელი საჭიროებებს, აი ესე უცებ წასვლის შესაძლებლობა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. თორემ პროცედურები ძალიან დიდ ხანს მოითხოვს ვიზის მიღებას და ზოგ შემთხვევაში დადებითი პასუხია, ზოგ შემთხვევაში უარყოფითი პასუხი. ეს არის რაც მოკლევადაში უცებ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ვისაც ეს საჭიროებები უდგას და ესეთი ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ასევე ზოგად ფონს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს ქვეყანაში და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლება ცდილობს, რომ თითოეული მათი ნაბიჯით იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა. ეს იზოლაციაში ამ ქვეყნის მოქცევა ნიშნავს, რომ პირისპირ ვრჩებით რუსეთთან და ეს მხოლოდ და მხოლოდ აწყობს რუსეთს, რახან ვიყოთ რაღაც თავისუფალი სამყაროსგან მოწყვეტილი. რეალობას რო გავუსწოროთ თვალი, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც თითქმის ყველა ოჯახიდან ყველა ოჯახს ყავს ემიგრანტი და იქნებიან ეს ჩვენი დედები, მამები, ბებიები თუ ბაბუები, წასულები არიან მათ შორის უმეტესი ნაწილი ევროპაში სამუშაოდ და წლების განმავლობაში მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახის წევრები ენახათ. ვიზა ლიბერალიზაცია მოგცა იმის საშუალება, რომ მონატრებული მშობლები გვენახა ჩავსულიყავით, ისინი ჩამოსულიყვნენ და ეს ყველა ადამიანმა, ვისაც კი ემიგრანტი ყავს ოჯახში და ვისაც კი ცოტა ხნით მაინც უგრძნია, რას ნიშნავს ყავდეს ემიგრანტი დედა, იცის რა ფასი აქვს იმას, რომ ყოველგვარი რაღაცა სირთულის გარეშე იაფიავია ბილეთით ადგე და წახვიდე და მონატრებულ მშობელს ჩაეხუტო. და ეს ის ფაქტიც, რომ რაღაცა ამდენი ემიგრანტი ყავს, არის ზუსტად ამ ჩვენი უნიათო დე ფაქტო ხელისუფლების დამსახურება და ისინი ცდილობენ ახლა იმას და არქმევენ რაღაცა არაეგზისტენციალურ კრიზისს ქვეყნისთვის და არაფრად არ აგდებენ იმას, რომ მათივე შექმნილი რაღაცა მოცემულობის ოდნავ შემსუბუქებას თუ ახდენდა ეს ხალხი, ესეც ჩამოკვერთვას. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის განათლება, სტუდენტები. ძალიან ბევრი სტუდენტი, ყველამ ვიცით რა მდგომარეობაში არიან ჩვენი სტუდენტები, ისინი ვინც განსაკუთრებით ვინც რეგიონიდან ჩადიან დედაქალაქში და აქ ოჯახებს უწევთ, რომ ისედაც ძიმე მდგომარეობაში მყოფებს გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწიოს თავიანთ შვილებს. ამ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სეზონურად 3 თვით წასულიყვნენ სამუშაოდ ევროპაში და იქ იმხელა ანაზღაურება ჰქონდათ მათ, რომ შეეძლოთ, რომ რაღაცა მთელი წლის საარსებო მინიმუმი შეეგროვებინათ. ისინი ამას ვეღარ შეძლებენ. ის სიკეთეები, რასაც ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციით ვიღებდით, გვეხებოდა თითოეულ ჩვენგანს, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ხდებიან ალბათ, მათაც უნდათ, რომ თავიანთი შვილები წავიდნენ ევროპაში სასწავლებლად თუ სამუშაოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მათაც აქვთ ფინანსური პრობლემები და განსაკუთრებით მათ აქვს ფინანსური პრობლემები, რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ და ისინიც დადგებიან ამ რეალობის წინაშე. ძალიან ცდება ეს ადამიანები, რომელიც გონიათ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მათზე არ აისახება, ეს შეიძლება კონკრეტულად პიროვნებას ფიზიკურად არ შეეხოს, მაგრამ აუცილებლად შეეხება მის ნათესავს, მეგობარს, შვილს, დეიდაშვილს, რომელიც სარგებლობდა ამ ყველაფრით და არ ვიცი, გინდა სწავლა იყოს, გინდა წასვლა იყოს. აი ისე კომფორტულად იყო ხალხი ამ პერიოდში, უკვე აღარ უფიქრდებიან იმას, რომ ამის გაუქმება რა მოყვება და აღარ ჯერავთ, რომ შეიძლება გაუქმდეს, არა და პირდაპირ თქვა ამ ადამიანებმა, რომ არის ასეთი გადაწყვეტილება, ეს ცუდია, რომ აღთქმულია როგორც რაღაც დაშინება, უბრალოდ გეუბნება ადამიანი, შენ არიცავ იმ წესებს, რომელიც მე მოგეცი საშუალება იყო ამას ჩართული და ამას გაგიუქმებოდა. იმ ორგანიზაციების, რომელიც როგორც ჩვენ ვიყავით ერაზმუსში ჩართული და საკმაოდ დიდია და პირველ ადგილზე იყო ერაზმუსი საქართველოში, ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველოს პირველ ადგილს იკავებდა პროგრამაში მონაწილეობას, პირდაპირ დარტყმას აკეთებს, მათ არ ჭირდებოდა რაღაც სამთვიანი რიგები,
საბუთების ჩატანაზე წვალება ეს ვისაც არ განუცდია ეს არ იცის, იმიტომ რომ ეს იყო მინიმუმ ორჯერ უნდა ჩასულიყავი თბილისში, რიგები უნდა დაგეკავებია, უამრავი საბუთები იყო მოსამზადებელი სამუშაო ცნობებიდან დაწყებული ცნობა სამუშაოს შესახებ, ანუ ამ პროგრამაში დიდი ხანია ჩართული და ეს მარტო ამას კი არ გვინიშნავს, რომ ერაზმუსის გარდა გინდა აი როცა უბრალოდ დასასვენებლადაც არ სამუშაოთ მეტი ძალიან ბევრი ამ სამთვიანებით. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება უდიდეს ზიანს მიაყენებს ჩვენ სახელმწიფოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს აისახება მოსახლეობაზე, რამე თუ კვეთრად შემცირდება ის შემოსავლები, რომლებიც გადმორიცხვების სახით მოდიოდა ევროპიდან, რადგანაც უკვე გართულებული იქნება მოგზაურობა და შესაბამისად მოკლევადიანი სამუშაო გასვლები ჩვენი ქვეყნიდან. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი უდიდესი დარტყმა, რომელიც შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ და რაც პირდაპირ აისახება ჯიბეზე და არ ამგონი ხელისუფლებას ჰქონდეს მოფიქრებული რაიმე შემდგომი ნაბიჯები, რითაც თქვა ჩაანაცვლებს იმ შემოსავლებს, რაც ევროპიდან შემოდიოდა. მეორე, კვეთრად შემცირდება ტურიზმი, იმიტომ რომ ეს იაფასიანი ფრენები, რომლებიც თქვათ იგივე სხვადასხვა აეროპორტებიდან ხორციელდებოდა, იაფასიანი შედარებით ავიაკომპანიებით, გამოიწვევს იმას, რომ უკვე ტურისტების რიცხვი შემცირდება, რადგანაც ბევრი ავიაკომპანია უკვე აღარ ჩათვლის, ასე ვთქვათ, მოგების ოდენობას უკვე ადეკვატურად და უпроსტորად ძალიან შემცირდება მათი მოგება და ჩათვლიან, რომ ეს უკვე არ არის მათთვის საინტერესო ბაზარი. და რაც თავარია, ესა ყველაზე დიდი დარტყმა მიადგება საქართველოს როგორც პოლიტიკურ პარტნიორს, თქვათ სანდო პოლიტიკურ პარტნიორს, იმიტომ რომ აქამდე სულ ქონდა გამოცხადებული, რომ ევროპისკენ მივდივართ, არადა ამ კვეთრად გადაუხვია სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ აი ამ მიმართულებიდან, რითაც ფაქტობრივად კონსტიტუციის დარღვევა ხდება, შეიძლება ასე პირდაპირ ვთქვათ. და ეს გამოიწვევს იმას, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში უკვე შემდგომ თავიდან მისი მოპოვება იქნება საკმაოდ რთული. მალე სოფელ ოზურგეთში სტადიონი გაკეთდება, რომლის ღირებულება 157.721 ლარი იქნება. აღნიშნულ საკითხზე დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. მალე სოფელ ოზურგეთში პირველ ქუჩაზე სტადიონი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოეწყობა, რომლის ჯამური ღირებულება 157.721 ლარი იქნება. პროექტის განხორციელება, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, უახლოეს პერიოდში დაიწყება. დღეს საკრებულოს სხდომას 25 დეპუტატი, ოპოზიციიდან კი მხოლოდ გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის საკითხი, ეს არის სოფელ ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა, რომელიც ხდება 157.000 ლარი. აი ამ საკითხს საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ოზურგეთის დრამატულ თეატრში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა წარმოდგენა გამართა. დასმა მაყურებელს პახიტასა და ლაურენსიას მოტივებზე შექმნილი ორნაწილიანი სპექტაკლი წარუდგინა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასმა რეგიონული ტური დაიწყო. ტურის ფარგლებში დასმა საბალეტო პროგრამა ოზურგეთში წარმოადგინა. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი კლასიკური საბალეტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება მიეცა ბალეტი პახიტა და ბახტარ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით დადგმული სუიტა ეხილა ბალეტიდან ლაურენსია. საბალეტო წარმოდგენით მაყურებლის კმაყოფილება გულმხურვალე აპლოდისმენტებმა დაადასტურა. ახალ დარბაზით კმაყოფილები იყვნენ ხელოვანებიც.
თავზე გითხრათ, ჩვენ თვითონ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, რომ პირველად დიდი ხნის პაუზის შემდეგ რეგიონებში ჩამოვიტანოთ ჩვენი საყვარელი საქმიანობა და კულტურა, ასე ვთქვათ, მაყურებლის წინაშე წარვადგინოთ. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ მართლა ამ ყველაფრის და პუბლიკა ძალიან საყვარელი და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ პირველად მაინც მოლოდინი არ ვიცოდით რა გვექნებოდა, როდესაც ჩამოვდიოდით, იმიტომ რომ რაღაცნაირად პირველად როდესაც წარსდგები მაყურებლის წინაშე არ იცი როგორი ემოცია შეიძლება გამოიწვიონ და პუბლიკა ისეთი კარგი იყო და ისეთი კარგი მუხტი წამოვიდა რომ ახლა უკვე მზად ვარ მეორე აქტი უფრო გახსნილად და თამამად შევასრულოთ. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.